იმერული ქელეხი საჯიკა უნდა მომზადოთ, რომელიც უზომოდ მიყვარს და დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ბევრი ხარ. მომზადება ძალიან მარტივი აღმოჩნდა. ხახვის როგორც წესი ჭრიან ალყა, მე კი წვრილად დავჭერი, ასე უფრო მიგემრიელება. ხახვის დაჭრის შემდეგ ტაფაზე მოვასხისეთი და კარგად მოვთუშე ჩვენი ხახვი. ამასობაში კი ცალკე გადადუღებულ ცხელ წყალში გავხსენი ტომატ პასტა, ასევე დავამატე ნიგოზი. შემდეგ კი ეს მასა დავამატეთ ჩვენს მოთუშულ ხახვს. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია სანელებლები დავამატოთ. ასევე დავამატოთ ნიორი, რა თქმა უნდა მარილი და ბოლოს დავამატე ძმარი. ძმრის დამატების შემდეგ ცოტა შემეშვიდა, რადგან ფერი საკმაოდ შეიცვალა, ისეთი მიმზიდველი წითელი აღარ იყო. თუმცა ფერს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია გემოზე იყოს ზუსტად ის, რაც მე მინდა. შემდეგ გავუშვი გაზ ქურაზე და დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 15 წუთი ვათუხთუხე. ბოლოს მოვაყარე ქინძი, გავაგრილე, გადმოვიღე თევზზე, გავტეხე თონის პური და გემრიელად მიირთვით. ზუსტად ისაა, რაც ძალიან მინდოდა.